გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ეს რა ხდება, კაცო, რა დროებაში გვიწევს ცხოვრება? ცოცხი და დუბინკა სადაა შენახული? თუ მანდამაინც ცოცხი და დუბინკასა აქვს ის განსაკუთრებული ეფექტი, რომელმა ეფექტმა შეიძლება აღშფოთება გამოიწვიოს ქართულ საზოგადოებაში. სხვას დანარჩენს არანაირი ფასი არ გააჩნია, ხოლო ცოცხი და დუბინკა ახდენს ქართული საზოგადოების გამოფხიზლებას და ამიტომ ქოცებს ჯერჯერობით ცოცხი და დუბინკა გადანახული აქვს და როდესაც დადგება ცოცხის და დუბინკის დრო, ის ცოცხი და ის დუბინკაც გამოვა. მოკლედ დღეს შავნოდარას გადაცემა იქნება და როგორც გახდა ცნობილი, თურმე ამათ დროსაც ხალხო, ამათ დროსაც თურმე პოლიცია ძალადობს და ცემს და ურტყამს თურმე და ეს რა საშინელებები ხდება თურმე 14 წლის შემდეგაც ხალხო თურმე მილიცია ურტყამს და ძალადობს თურმე იმას რა ქვია. ვიცი 2012 წელს მსგავსი ძალადობის კადრები რო იქნა გამოაშკარავებული, მაშინ საზოგადოება მზად იყო კბილებით გაეგლიჯა ნაციონალური მოძრაობა და შტურმით აეღო შინაგან საქმეთა სამინისტრო და მაგათი წეული ოფისები და ნაცობა რა ვიცი საბოლოოდ გადაწყდა მაშინ ზუსტად იმ ცოცხების კადრების დროს და ესე შემდეგ და ეხლა დღეს 14 წელი გავიდა და მის მერე თურმე ადამიანის უფლებებმა მოიმატა საქართველოში დაცულები ვართ შიგ ევროპის გზაზე მივდიოდით თურმე და ევროპამ ვერ გაგვიგო და ვიცი ყველაფერი თურმე სიკეთისკენ შეიცვალა და ეს რა უბედურება მომხდარა ხალხო. თურმე პოლიციელები ახლაც ურტყამენ თურმე უდანაშაულო ადამიანებს. მაგრამ ამჯერად რეაქცია ხალხს არ აქვს. საერთოდ არ აინტერესებს, საერთოდ არ ადარდებს ეს ყველაფერი და ხო რა მოხდა მერე კაცო კიდეც დაუჭერიათ 2022-ში მომხდარა ეს ამბები და აგერ დაუჭერიათ 2026-ში. მაგრამ ეხლა თქვენ შეიძლება არ გავსაუბრეთ ზოგიერთებს, მაგრამ 2012 წელს სანამდე ის თავარი კადრები გამოვიდო და გამოასაჯაროვა რუსთავი-ორმა და ნაცებმა თვითონვე გამოასაჯაროვა ის კადრები, რა კადრებიც ხდებოდა ციხეში და სააკაშვილმა ბრიფინგი მოაწყო, ყავდა რა ქვია, ეგრე ყავდა გვერდით მოჯენილი მერაბიშვილი, გვერდით ყავდა მოჯენილი რა ერქვა იმას, ახალაია, კიდე მაგათი პროკურორი რო იყო, ადეიშვილი და ეს რა ხდება უკაცო ჩვენ ციხეებში რა მომხდარაო? ახლავეს დაიჭირეთო გავეცი ბრძანებაო და 4 წელი კი არ დაჭირვებიათ ნაცებს ის კადრები რომელიც გამოასაჯაროვეს, ვინც იმ კადრებში ჩანდა, ისინი ყველა დაიჭირეს იმ დღესვე. და ამით დაკმაყოფილდა მაშინ ქართული საზოგადოება დაუკმაყოფილდით ყველა და დაიჭირეს და გაიმართება და მაშინ ციხეებში პოლიცია შევიდა და მაშინ სახალხო დამცველები დაუკმაყოფილდით ამით დავივიწყეთ ყველაფერი ვაპატიეთ ყველაფერი. აბა ქოცების დროს რატო ხდება ასე რომ ქოცების დროს თუ კლავენ მერე რა მოხდა, ქოცების დროს თუ აწამებენ მერე რა მოხდა, ქოცების დროს თუ ცემენ მერე რა მოხდა. რა ბანგი შეეყარა ქართველებს. რა გინდოდათ მეტი რა უნდა ერთი მართლა გეკითხებით ერთი რასაც მიშა აკეთებდა, რას არ აკეთებს ბიძინა ივანიშვილი და ქოცები დღესდღეობით? დღეს რას არ აკეთებს ქოცობა? მიწასყიდი და ბიძინა ივანიშვილის დროს მიწის გაყიდვა საერთოდ ავიცი რაზე ავიდა, კულტის დონეზე ავიდა, ხო? უცხოელებს ასახლებდა საქართველოში, ავიცი ქოცებმა რო უცხოელები ჩამოასახლენ, აგერ დემოგრაფიული ისა გვაქვს, გარღვევა რა, მოკლედ ოფიციალურ იმაში გამოჩნდა რომ 400-500 უცხოელი ოფიციალურადაა საქართველოში. ხო ეს მოხდა. რა ვიცი ახლა რუსიძე როგორც იყო და ნაცების სასამართლო რომელსაც 99.7 გამამტყუნებელი განაჩენები მოქონდა, აბსოლუტურად ყველა მოსამართლე დარჩენილია და ყველა მაღალ თანამდებობაზეა. და სხვათა შორის მუდმივად
ასე არ არის. Თუინმე ქართველი ერის ძარცვით და ქართველი ერის ყლეფით იყო ეს ბიზნესმენები და ფული ქონდათ ნაშოვი. ნაცების დროს თუ 1 ლარი იყო ბენზინში აღებული და საწვავში აღებული ფული, კოცების დროს ახედეთ რამხელაზე ასული. შეხედეთ 1 რამხელაზე ასული ბენზინი. ხო, მეტი რა ვიცი ახლა კიდე რომელ სფეროს მივადგეთ. საქართველოს ქართველი ერის საკუთრება რაც არის, თუ რამე ეროვნული საგანძური არის და თუ რამე წიაღისეული არის, ნაცების დროს თუ იყიდებოდა, ამა დროს გაიყიდება კიდეც და ინგრევა კიდეც, აგერ სალგრისი გაიხსენენ. ვინ დაანგრია? და როგორც იმათმა ამათმას რუსებს მიყიდეს. ხო, ახლა მეტი რა ვიცი, ახლა რა გითხრათ? ხო, რა შეეხება სარწმუნოებაზე შეტევას და რა შეეხება ქრისტიანობის მიმართ? რა ვიცი, ახლა სიმართლე გითხრა, ეკლესიები პირდაპირ ტანკით ზოგან კიდე ანგრიეს ისე. ზოგან რა ვიცი, ეკლესიას აშენებდა რამდენიმე სასულიერო პირი და ანგრიეს ეს ეკლესია, ნახა, ეგ ვისახსოვს და რა შეახსოვს კაცო. ხო და თქვენ ქაიდეთ მამიშვილებო, კოცების დროს რო ქრისტიანობას და იმას შეუტიეს, ისე შეუტია. ამა დროს გასაბერი ეკლესიებით დაწყებული და სექტების მომრავლება და ათასი გადარჯულება და გადაჯიშება და იზია გამოსწირებული ქართველობა მართლმადიდებელს და არამართლმადიდებელს ვეღარ ცნობს და ვიღაცა ნეოს ჭუის სასწავლებელი გახდა და და მორწმუნე და რა კარგად ლაპარაკ. არაფერი არ მოქმედებს ამ საზოგადოებაზე. ეხლა ცეკვები და ტაშფანდურებში რო ქართველების ფული და სახელმწიფო ფული იხარჯებოდა და რაზეც ნაცებს დაცინოდით და ეს როგორ ხალხს უჭირს და ქვეყა კოცების დროს რო ფული იხარჯება ამ მომღერლების ჩამოსაყვანად იმდენი ვის დროს დახარჯულათ უზმა ამათი ტაშფანდურობისთვის. მე არ მაინტერესებს ვიღაცა სტუდია თუ ჩამოიყვანს იქირავებს და ამერე გადაუხდის ამ ფულს, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვინ იხდის ამ იმას, რა ქვია, ფულს და ამ ხალხის გაჭირვებული იმით ვინ ჩამოყავთ და აგე რა მე გამოჩნდება ეს, რა ქვია, ერთი ტრაკს აჩვენებს, მაინც ეს მე უკვირთეს უკნიდან განათლებულს რატო ამბობ, აგე რა ჩამოვიდა დიდი მომღერალი Kanye West-ი საქართველოში და ჩამოიყვანა ცოლი სახი აქვს აფარებული და ტრაკი აქვს მოშიშვლებული. და დაინგრა სრული ანშლაგით ჩაიარა იმან კონცერტებმა და ავიცი თუ ვინმე იყო ყველა იგარბოდა. ხო ჩაკვარაცხელიას თამადობით ყველა იყოფილა კაცო და კონცერტებში ტაშპანდურობაში მიუღიათ მონაწილეობა და კოცები წერენ, აბა თქვენ გინდა თქვათო რომ ხალხს უჭირსო შეხედეთო კაცო 1300 ლარი ღირდაო ბილეთი და გადავსებული არისო და გახარებული არიან, აღარ იციან რა. მაინც სად მონახეთ ესეთი, მე არ ვიცი, მე გოიმი ვარ. მე აგერ იმაში ვარ, რა ქვია, შიგ ევროპაში ვარ, აგერ მე 4 წელიწადია და დისკოტეკაზე ერთხელ არ ყოფილი ვარ, არზის ჩემში ვარ, მისაღებია იმ. მისაღები რა არა, საჩემო რაღაცა კაცო ეს და ვერ ვიკლავ ამ ფართებზე და ტაშპანდურებზე თავს და მithumetes საქართველოში რა ის სურვილი უნდა გამჩენოდა, მაგრამ მე გოიმი ვარ, თქვენ ხო ხართ უკნიდან განათლებული მაგარი ხალხი. არ ვიცი, ამის ყროყინი ძალიან ძვირფასი ყოფილა, ესე იგი და ესე რა ქვია, ცოლი რომელსაც სახეზე აქვს აფარებული და ტრაკი აქვს მოშიშვლებული და დაათრევს მთელ მსოფლიოში ასე. ერთმა კომენტარი დაწერა, რომ აბანოშიო რაღაცა მოხდაო და ანეკდოტივით და ქალების აბანოშიო და ქალები გამორფიან და სისცხო ორგანოზე იფარებენ ხელსო და ქმარი უყურებსო ერთ-ერთსო. ქმარი უყურებსო და შეშობელძაღლო მაქანიკერა სახეზე იფარე ხელიო. სახეზე იფარე ხელი რო არ გიცნოს არავინო. ასე ახლა ესეც ხო სახი აქვს აფარებული და სამაგიეროდ ტრაკი აქვს მოშიშვლებული და საერთოდ ეს ტრაკი ამათვის უკნიდან ეს კოცებისთვის ძალიან საყვარელი ისაა. ერთი კაცი ყავდათ წინაზე ჩამოყვანილი რობი უილიამსი და წაიკუზა საქვეყნოდ და ტრაკი აჩვენა ხალხს და აბა აქ შემიძვერითო თუ აქაო ჩვენი გზაო ევროპისო და დიდი ტაშპანდური იყო ატეხილი და რაშია ხალხო საქმე იცით? დღევანდელი საქართველო 2012 წლის საქართველოსთან რადიკალურად განსხვავდება. რათაც გადის დრო,
ყოველი წელიწადის დროს სხვადასხვა საზოგადოებას ღებულობთ ქვეყანაში და რატო ვღებულობთ ამას? იმიტომ ვღებულობთ, რომ მას კულტურა, ეგრეთ წოდებული მასობრივი კულტურა, რომლითაც არის ოკუპირებული ქართული საზოგადოება, იმარჯვებს საქართველოში, ამას უწყობს ხელს სახელმწიფო, ამას უწყობს ხელს საზოგადოება, თანდათან მთლიანად იწამლება ქართული საზოგადოება და ხდება ესეთი. ამათ ქართული ცეკვის და სიმღერის მხოლოდ და მხოლოდ უცხოელისთვის საჩვენებლად ჭირდებათ და თვითონ ამიდან უკვე ვეღარაფერს ვეღარ გრძნობენ. არ აინტერესებთ ამათ არც ჰამლეტ გონაშვილის ხმა აინტერესებთ, არც ერისიონის ცეკვები არაფერი, ეს უცხოელებისთვის უბრალოდ მათ რომ იცოდნენ ერთ დროს თუ როგორი იყვნენ ქართველები და ეს ერთ დროს იყო, მაგრამ ახლა დღეს ამის მიმდევრობა სიბნელი არის და ეს არის უბნიდან განათლება დღევანდელ საზოგადოებაში, ეს არის ესა კარგია. თავის დროზე სიმართლე გითხრათ, თავმოყვარე კაცი ამის ასეთი ადამიანის კონცერტზე საერთოდ არ წავიდოდა. ნახდათ არ წავიდოდა. იმიტომ რომ პირად შეურაცხყოფად ჩათვლიდა, რომ ესეთი რაღაცა ხდება. დღეს გადავსებულია, გადაძეძგილია. ხო, მე ის უკვირს ამ საზოგადოებას, რომ ისე შეიცვალა და ისე გადაგვარდა ქართველობა, რომ ესე რა ქვია, ბავშვი წაიქცა და კაცშვილს არ აინტერესებს, არც თავის თანამებრძოლებს აინტერესებთ, არც თანაგუნდელებს აინტერესებთ, არც ლიზა ბაგრატიონს ვერ დაუნახია, ვერავის ვერ დაუნახია და საერთოდ ვერავინ ტექნიკურმა პერსონალმა, ვერავინ ეს ჩვენ დავინახეთ მერე და რას ქვია, ამდენი უგულო როგორ. ესე არის. როდესაც ქართული საზოგადოება თავიდან ბოლომდე იწამლება ტრანსნაციონალური შხამით, რომელიც ტრანსნაციონალური შხამით ეს არის ეს ლიბერალური სისტემის კულტურა, სხვათა შორის თუ ვინმეს აქვს წაკითხული, მე არც ისე დიდი ხნის წინ წავიკითხე ზიბგმენ ბჟეჟინსკის წიგნი დიდი საჭადრაკო დაფა. ეგ დიდ საჭადრაკო დაფაში განსაკუთრებით არის ხაზგასმული თუ იმპერიების არსებობისთვის კულტურას რამხელა მნიშვნელობა გააჩნია და იწყებს ამ ყველაფრის ათნას ჯერ კიდე ცინის იმპერიიდან და კონფუციანელობიდან დაწყებული ჩინეთში. სადაც იყო ჩინეთი, იქ არსებობდა კონფუციანელობა, ხო? შემდეგ პერიოდში სხვადასხვა იმპერიებს ასევე თავისი კულტურული ეს ჰქონდათ. ახლა რუსეთი როგორც თავს თვლის მართლმადიდებლური კულტურის მემკვიდრედ, ეს რა თქმა უნდა მათთვის იდეოლოგია არის, ხო? და რაც შეეხება შეერთებულ შტატებს და მთავარი იყო შეერთებული შტატების გამარჯვება ის მთელ მსოფლიოში, რომ მან შეძლო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თავს მოახვია ამერიკული ცხოვრების წესი და სტანდარტი. და ამ ამერიკული ცხოვრების წესით და სტანდარტით გაზრდილი ახალგაზრდობა თავისთავად იფიქრებს ისე, როგორც ფიქრობენ ამერიკელები, როგორც ფიქრობს მათი საზოგადოება და ეს არის პირველი გამარჯვება იმპერიების, რომელი იმპერიების კულტურულ ექსპანსიას ახდენდა. ეს ამაში ახლა არაფერი გასაკვირი არ არის, მაგრამ ეს რომ გადავიტანოთ ჩვენს რეალობაში, ჩვენს დღევანდელობაში, შეგვიძლია ვთქვა ძალიან მარტივად. საქართველოში თავიდან ბოლომდე დაეცა ეროვნული სულისკვეთება, რატო? იმიტომ დაეცა, რომ კულტურული ექსპანსია მოხდა, დასავლეთის კულტურული ექსპანსია მოხდა ამ ამერიკული ცხოვრების, რომელიც თავის თავში ითავსებს სიშიშვლეს, აღვირახსნილობას, გარყვნილობას, რასაც თავიდან ბოლომდე დალესის დოქტრინა წერს, რომ ესეთი ხალხი უნდა გამოიზარდოს. და ამას მოყვა სხვადასხვა მე შემდეგ ეკონომიკური ექსპანსია და სხვა ენერგეტიკული ნებისმიერი რა, ყველაფერი და აღმოჩნდა ისე, რომ ეს ყველაფერი შექმნილი იყო და გამოგონილი იყო იმისთვის, რომ მთავარი იყო საქართველოში ქართული ცნობიერება განადგურებულიყო და მთავარი იყო საქართველოში ეროვნული ცნობიერება განადგურებულიყო და მიგვეღვა ესეთი ადამიანები. ესეთი ხალხი, რომლებიც არიან თავიდან ბოლომდე მხოლოდ და მხოლოდ ცხოველურ ინსტინქტებზე აწყობილი. ახლა მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, აბა რა კულტურული ღირებულება გააჩნია ესეთი და რა ხარისხისა ეს ვიღაცა Kanye West-ი. არ ვიცი, შეიძლება თავისი სტილის იმაში კაი მომღერალიც არის, მაგრამ როგორც ასეთი ახლა სიმღერის ამბავში ესე არ ვიცი, ვერ გეტყვი. ყოველ შემთხვევაში ახლა დიდი მელომანი მე არა ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში
ახლა კლასიკურ კულტურასთან და კლასიკურ ხმასთან და ამ ყველაფერთან რა შეხება აქვს მე ამას ვერ ხვდები, მაგრამ ეს არის მაკდონალდსის თაობა უკვე მომრავლებული, რომელსაც თქვენ მიშას თაობას ეძახით საქართველოში. ზედ დამყნობილი ბიზნეს თაობა, რომლებიც უკვე მიშა ბიზნესობიას ძახილში, აგერ უკვე გახდნენ 23-24 წლის, რომლებსაც განათლება 0, ეროვნულობა 0 და მხოლოდ და მხოლოდ არ ეწყინოთ, მაგრამ თუ გინდა გეწყინოთ. არ მაინტერესებს სიმართლე გითხრათ, თაობათა შორის ზიზღი არ უნდა იყოს თუ არა, ბრძოლა ყოველთვის ყოფილა. სხვათა შორის ამ თაობას წინა თაობების ზიზღი გააჩნია, ესეც სხვათა შორის ჩადებული არის, რომ უნდა ეზიზღებოდეს. ხო და თქვენ ქართველები არ ახართ. თქვენში ქართული არაფერი არ არსებობს. არ არსებობს. შეიძლება სახელიც გქონდეთ, გვარიც გქონდეთ, ქართულადაც ლაპარაკობდეთ, მაგრამ თქვენ ქართველები არ ახართ. მასე ქართული სახელების და გვარის ხალხი თურქეთშიც არიან და ირანშიც არიან და კი ეთნიკურად ქართველები არიან, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ფერეიდნელ ქართველებში მეტი ქართველობას ვხედავ მე ვიდრე თქვენში. სერიოზულად გეუბნებით ამას. აღარაფერი აღარ აქვს ალბათონო რიტა შემოსაგდები. ესა საქართველოში გადაღებული ერთ-ერთი ჟურნალის იმაზე იყო, რომლებმაც თვითონ პაპარაცულად გადაიღეს. აღარაფერი შემოსაგდები არ აქვს ქართულ საზოგადოებას. ქართულ საზოგადოებას პულსი არ ესინჯება. საქართველოში არც ერთი ერის წარმომადგენლების გენოციდი არ მომხდარა, არც რა ქვია ამას ანტისემიტიზმი არ ყოფილა, მაგრამ საქართველოში მოხდა ქართველების გენოციდი ქართველების ხელით. რაზე გინდა თქვენ რეაქცია რაზე გინდა თქვენ რეაქცია რო გქონდეს? აი რა რეაქცია გაინტერესებთ, რაზე უნდა გაესინჯოს ქართველებს პულსი? აი რა პოლიციის ცემაზე არ ესინჯება პულსი, კულტურული მემკვიდრეობის დანგრევაზე არ ესინჯება პულსი, მიწის გაყიდვაზე არ ესინჯება პულსი, მიგრაციაზე არ ესინჯება პულსი, თემა, ტყება, კოჰაბიტაცია, უბედურება არ ესინჯება პულსი, არც ამაზე ესინჯება, არც უკანალს აჩვენებს, იმაზეც არ ესინჯება, ვიღაცის კახპაცოლი ჩამოვა და აგერ უკანალს აჩვენებს, არც ამაზე არ ესინჯება. რაზე უნდა გაისინჯოს? მე გეუბნებით, ხვალ ზეგ აფხაზეთის აღიარება რომ გამოცხადდეს, არც მაგაზე არ იქნებათ. არც მაგაზე არ იქნება. დამიჯერეთ მე თქვენ არ უნდა დღეს თუ კიდე რაღაცა არსებობს, ის საკითხავია, თუმცა განსაკუთრებული საკითხი ის არის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ეს ჭირდება ფსევდოპატრიოტიზმისთვის. ამ ძალებს, იმიტომ რომ რუსეთი ოკუპანტია ხო უნდა დაუძახონ. მაგრამ მე გეუბნებით, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება რომ გაკეთდეს, პრობლემა არის რა? იმიტომ აი ეს საზიზღარი და საძულველი რუსეთის თემა გადაიფარება. თუ არა დამიჯერეთ, ამათ არანაირი რეაქცია არ ექნებათ. და თქვენ გონიათ ეს მიშას და ამათი ბიზნეს მოწამლული დეგრადირებული თაობა იმას რამისთვის იბრძოლებს და ვინმესთვის იომებს და რამისთვის იომებს. ერთი მეგობარი ბიჭი მყავს, ახლა არ მინდა ის სახელის და გვარის დასახელება, ტაქსზე მუშაობს და ძალიან მორწმუნე და ძალიან ქრისტიანი ბიჭი არის რა, თავის ცხოვრების წესით და სულ იმას მეუბნებოდა, რომ აი მე საქართველოსდან არ წავალ, სამშობლოდან არ წავალ და აი დღეს ხმოვანი ქონდა გამოგზავნილი და ასაც ვხედავ ახლა ერთადერთი იმას ვფიქრობ, რომ მოგიდო ჩემ ცოლ-შვილს ხელიო და წავიდე ისეთ ქვეყანაშიო, სადაც ქრისტიანობის და სადაცო აი მორალის რაღაცა ნიშნები შემორჩაო და სადაც ოდნავ კანონობსო. აქ უკვე ცხოვრება ჩვენნაირი ადამიანებისთვისო და ჩვენნაირად მოზრუნე ადამიანებისთვისო გაუსაძლისი გახდაო და მართალია. ეს რა ქვია, აი მთელი მღვდლები და მთელი ისინი შემოსეული რო არიან და რომ ლანძღავენ და რომ წყევლიან და რომ ემაშვებიან. თქვენ დამსახურება, აი ყველაფერი. თქვენ დამსახურება, მე გიკვირთ რომ მე ვიგინები თურმე. მე გიკვირთ რომ თურმე აი მე როგორ ვიგინები და გინება როგორ შეიძლება. თქვენ როგორ შეიძლება?
თქვენ როგორ შეიძლება რაც ხდება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, როგორ დაეცით ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის აკვანი და სულიერად მორალურად როგორ ამ ერის გათახსირებაში თქვენ მედლები უნდა ჩამოვკიდოთ მტრებმა. ასია ეს ჩემი გინება გიკვირდა ის უბედურება რა სამდეც მიიყვანა საპატრიარქომ და ემან რა ქვია თქვენმა სასულიერო პირებმა ეს რა ქვია ქართველი რამე წვლილი გაქვთ შეტანილი ამ უბედურებაში. იმიტომ რომ სულიერად რო არ დაცემულიყო ქართველი ერი ისე როგორ მოხდებოდა იქ ყველაფერი. ხო რა ვიცი მამა გაბრიელს ეს სასულიერო პირები გიჟათ და რეგვენათ და რა ვიცი 1000 შეურაცხყოფას აყენებდნენ ისევე როგორც ბერნიკოლოს აყენებდნენ უამრავ შეურაცხყოფას იმის გამო რომ ადამიანი არ ლაპარაკობდა და ასე და იმას ურტყამდა ამას ურტყამდა და ვინ ყოფილა სწორი ცხოვრებით მაცხოვრებელი და ვინ ყოფილა მართლა რწმენისთვის და ვინ ყოფილა ჯულის კანონისთვის და ამისთვის დრომ გამოაჩინა. არ ვიცი სიმართლე გითხრათ მეც ვიფიქრია ამ ხელში და ეხლა როგორ გითხრათ აბა როგორი ქვეყნები არის რომლებშიც მართლმადიდებლობა არის შენარჩუნებული შედარებით არის ესეთი სერბეთი ბელორუსი რუსეთი ამათი რუსეთი რო იძახიან და ამ ქვეყნებში შეიძლება მეტნაკლებად დაცულად იგრძნოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა თავი და საქართველოში რო დევნა არის ქრისტიანების და საქართველოში რო ქრისტიანული ცხოვრების დევნა არის აბა წესიერად ზნეობრივად მაცხოვრებელი ადამიანი საქართველოში სადგან ვითარდება. ვინმე მისცემს პატიოსნად ფულის შოვნის საშუალებას და ბიზნესის წარმოებას, ვინმე მორწმუნე და პატიოსან ადამიანს პოლიციაში და შეიარაღებულ ძალებში მიცემენ განვითარების საშუალებას? არა? არსად ტელევიზიაში მიეცემა? ამას მე დევნა ქრისტიანების რა გინდათ, რა საქართველოში ხდება ეგ ყველაფერი. ხო, აი ეს ყველაფერი დიდი მადლობა ამისთვის ბატონ ბიძინა სამება აგვიშენა და სრული წინასწარმეტყველება პირდაპირ ახდა სრულად რომ დადგებაო დრო მეორე მოსვლის წინ რომ იქნება ოქროს გუმბათები ექნება ამ ყველაფერსო. ოქროს გუმბათები ექნებაო ეკლესიასო, მაგრამ შეგნით რწმენის არაფერი არ იქნება. მე დღევანდელ არ ვიცი შეიძლება ვწდები კაცო არავის არ ვამბობ მე დღევანდელ სასულიერო პირებში და ეკლესიებში სადაც ჯულის კანონი არ მოქმედებს მე ვერც მადლს ვხედავ და ვერც ქრისტიანობას ვხედავ. და სად არ ხდება ეგ ყველაფერი წაიკითხეთ ჯულის კანონი და რას კრძალავს ჯულის კანონი და რა არის დაშვებული ეკლესიაში. გადახედეთ ერთი მაღებ მიცემობას ნათლობაში, გადახედეთ იმ მაღებ მიცემობას იმაში ჯვრის წერაში და ასე შემდეგ. ეს არის ეს. და დღეს ახლა თუ ჩვენ ესე იგი რაღაცა ვთქვით, არის საქართველოში არის სამ პოლიტიკური ერთეული. ნაცი, ქოცი და საპატრიარქო. აი ეს სამ პოლიტიკური ერთეული. სადღაც უნდა იყო. ვიღაცის მხარდაჭერა უნდა გქონდეს. თუ არც ერთი მოგწონს, არც მეორე მოგწონს, არც მესამე საქციელი მოგწონს, შენ პოლიტიკაში ყველას მტერი ხარ. და ავტომატურად ყველა გმტრობს. საპატრიარქოშიც ვერ გიტანენ, ნაცები ვერ გიტანენ, ქოცები ვერ გიტაnen, მაგრამ დანარჩენები ამათიანასხლეტებია ყველა. ასია ეს და ყველანაირად გცდილობენ რომ დაგბლოკონ და გაგანადგურონ და გადაგიარო. ჩემი გინება უკვირთ და რა ცხოვრებით მოუწია მე და ჩემ ოჯახს გავლა ეს არავის. არც ერთ დიდ ქრისტიანებს. ხო, აი ეს არის თქვენი ნაკადაგების საქართველო. აი ეს არის თქვენი მე გაგიკვირდებათ რომ ასეთ საქართველოში აფხაზ და ოს აღარ უნდა ცხოვრება. რა უნდა ესეთ საქართველოში რატო უნდა იცხოვროს აფხაზმა და ოსმა? მე კითხვას გისვამთ ერთი ელემენტარულად. გუშინ ახლა მეგობარი მეუბნებოდა აი უცხოეთში ყავს ემიგრაციაში და ვერ შევძელიო ისევ როგორც მინდაო შვილის გააღზრდაო. ვერ შევძელიო საქართველოს გაგონება არ უნდაო. ახალგაზრდა მოზარდი ბავშვიო. ვერაფრითო ვერ ჩაუნერგე პატრიოტიზმიო. მე ვთხარი შედალოცვილიშვილო, პრობლემების მეტი არაფერი არ ესმის საქართველოდან. წემა ტყება უბედურება. ის მოგდა, ეს მოგდა, ასე მოხდა, ისე მოხდა. გამოქცეული იყავი იქედა. ბავშვს რასაც ხედავს და რასაც ესმის და რაც მოდის იქედა, საქართველო ასოცირდება ქართველებისთვის პრობლემასთან. დიახ, ასე არის. დიახ, ამდენი ემიგრანტი, აგერ 10 წლეულებია აგზავნის
გადახედეთ საიდან ცხოვრობს საქართველო, როგორ ირჩევს თავს, საიდან მიდის ეს ეკონომიკური ზრდა. გადახედეთ ბოლო 5 წლის მანძილზე 18 მილიარდი დოლარი აქვს ემიგრაციას გაგზავნილი საქართველოში, რომელსაც არავინ არაფრად არ თვლის. მთავარი ინვესტორი ქართველი არია ისევ საქართველოში. ისინი რო იძახიან ქვეყანა ავაშენო. ესე იგი ორმოარი რა. ყრი ოჯახი ხრამია რა იცი და არიფსება. მთელი ქართველი ემიგრაცია საქართველოში ეგზავნებს პლუს არაფერი საქართველოში არ იცვლება. და ნაცი კოცი და ის არის რომ ერთადერთი თავარი პრობლემა არის ის რომ აი აბა ომი გინდათ? ასე თუ არ გინდათ? აბა ომი გინდათ? მაშინ მე ბიძინა არ იქნებ. ომი არაა ჩემთვის. ჩემთვის ქრისტიანი ქართველი ადამიანს ომი არაა საქართველოში. ჩვენ აფხაზეთში არ დაძდებენ ქართველებს. გადადეთ და ნახეთ. გადადეთ. არავინ არ დაძდევს. გადადი ქართველი იყავი, წესიერი იყავი, მაგრამ შენი ესენი ეროვნული ისინი აფხაზეთი საქართველო არის, ზახო არ იყო. შენი რა ცხოვრობენ? არის ახლობელი ადამიანი არის სოხუმში ცხოვრობს, უპრობლემოდ ცხოვრობს. არავინ შეურაცხყოფას არ აყენებს, არავინ იმას ვერ იქით. და ამათ ხელში რო ყოფილიყო აფხაზეთი, რა იქნებოდა აფხაზეთი? 9 ჯერ გაყიდული იქნებოდა. 9 ჯერ იქნებოდა გაყიდული. რუსული ბაზების მაგივრად ამერიკული ბაზები იქნებოდა. იქაც როგორც ახლა დღეს მთელი ქართველი საქართველოში არაფერს არ ფლობს და არაფრის საშუალება არ აქვს. ელემენტარულად, აი როგორც აი ბოლო ბასტიონი სვანეთი იყო დარჩენილი, სადაც ელემენტარული რაღაცა დენს აძლევდნენ მოსახლეობას იმ. ეგრე წავიდნენ აფხაზები და წაიღეს 40% და გადადეთ ერთი აფხაზი შეება დენის გადასახადს თუ იქნეს ვინმე. იმიტომ რომ მათი ახლა წაღებული აქვთ. საქართველოში 1400 მეგავატის გამომუშავებელი ხეობიდან 20 მეგავატი ენანებათ მოსახლეობისთვის. ხო და არ უნდა იმ ხალხს რომ აი ესე დღეში ჩავარდნილიყო და ჩაეგდოთ და არც ახლა აქვს სურვილი. და არანაირი სურვილი არა აქვს რომ მათ მოზარდ ახალგაზრდებს იჭერდნენ და ზოგს ცოცხლს და დუბინგას უკეთებდნენ და ზოგს ცემდნენ და ტყებდნენ და აგინებდნენ და ასე შემდეგ და პატიოსნებით და წესებით რაღაც ხედავთ. და არ უნდათ იმათ კენიუ ვესტის ცოლის ტრაკის ნახვა. და არ უნდათ არც ესეთი ეკლესია არ უნდათ. არ უნდათ ესეთი ეკლესია. სადაც მღვდელი და სასულიერო პირი მაძღარია და ბედნიერია და ერი გაჭირვებული. არ უნდათ. არ უნდყუნებს, საერთოდ არ უნდყუნებს. რაც დრო გადის, მე საერთოდ არ უნდყუნებ აფხაზებს და ოსებს, რომ ასეთ საქართველოში ცხოვრება არ უნდათ. იმიტომ რომ ასეთ საქართველოში დანარჩენ ქართველს აღარ უნდა ასეთ საქართველოში ცხოვრება. და ვერ აღიქვამს, მე ვერ აღვიქვამ, რომ ჩემი სამშობლო არის დამოუკიდებელი. მე ამის განცდა საერთოდ არ ამაქვს. იმიტომ რომ სამშობლო დამოუკიდებელი რო იყოს, სამშობლოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ასე არ უნდა ექცეოდეს. და მით უმეტეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის ეროვნული ცხოვრება უნდა. და რაღაც თუნდაც ჩვენი ბოდოა გაგვაჩნია. კოპსიდან და რუპანდამდე საქართველო და ჩვენი ბოდოა არის ის, რომ დავითგარეჯი საქართველოა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, არა ეს დაპყრობილია ეს ქვეყანა. რა შეიძლება ნაცების იმას კიდე ერთს ვიტყვი, რომ იმ ნაცების დროს ეს LGBT და მეტრაკე ხალხი საერთოდ ხმას ვერ იღებდნენ, რო იცოდეთ და ვისაც გვახსოვს, ამათ დროს კიდე ოაზისი ნახეს. და ამათმა აყვავეს ეს ყველაფერი საქართველოში. და არაფერი განსხვავებული არ ხდება, ისევ ის ცოცხი და ის დუბინკაც გადამალული ახლა სადღაც ის საკრალური რა ქვია, ნივთი არის და იმიტომ რომ იმ ცოცხს და იმ დუბინკას აქვს ეს რა ქვია, გამოღვიძების საშუალება საზოგადოების და ახლა ჯერჯერობით არ ჩანს მაგ ცოცხი და დუბინკა, მაგრამ რაღაცა გამოჩნდება მაგის რევოლუციის სიმბოლოა, ყველა რევოლუციას თავისი სიმბოლოები გააჩნია. საქართველოში ცოცხი და დუბინკა უნდა გახადოთ ახლა რევოლუციის სიმბოლო. ეს არ გამოჩნდეს, დანარჩენი რა, მე რა მოხდა. ხო, მე რა როდის არცემდნენ პატიმრებს, როდის არ იყო პოლიცია ასეთი. ხო, რო არაფერი რო არის იცვლება მაგ ქვეყანაში და ასე რომ მიდის ცხოვრება, ზუსტად არის ასე. ვიცი ოქროს საბადო მეორეც აღმოაჩინეს, მეორე ოქროს საბადოს და ახლა მეორე ოქროს საბადოსაც მიყიდიან სხვებს და წავა გაძღება ვიღაცა გემრიელად კარგად იქნება და ქართველს რა მოწამლა.
აგერ ვიყავი რენში, ქალაქში, სადაც სიმსივნით დაავადებული ქართველობა გადმოხვეწელი, რომელიც მკურნალობს, შემთხვევით მეგობარს ვესაუბრებოდი და ქართული ლაპარაკი რო გაიგონა, ქართველი ბიჭი მოვიდა და ტელეფონზე უბოდი ქართველები ხარ თუ ტელეფონზე დარეკვა, კი კაცო, შეგვიძლია დაგეხმაროთ რაღაცა აქეთ-იქეთ და არა ვარაფერიო მეც რო ასე სამკურნალო თავარო ჩამოსულიო და მკურნალობ და მეთქი სადაური ხარ მეთქი და კაზრეთიდან ავარ. სიმსივნეზე მკურნალობთო მთელი ოჯახიო სიმსივნით ვარ დაავადებული. იმიტომ რომ აი მოკრო საბადოთი მოწამრულია გარემო და არც გვიმკურნალესო ჩვენ ქვეყანაში ისე როგორც საჭირო იყო და პირიქით რომ ვარ დაღუპულიყავით მთელი ოჯახი წამოვედითო და მკურნალობთ აქ. ეხლა წარმოიდგინეთ ხალხო ქართველი ადამიანი აი ტიპიური სახე დღევანდელი რეალობის ქართველი კაცი ცხოვრობს ოქროზე ეს ოქრო მას არ ეკუთვნის მიაკ ვიღაცა რუს კოლონიზატორს მიაკ გარემოს წამლავს მოსახლეობას წამლავს ამ მოწამლულ გარემოს და მოწამლულ მოსახლეობას არც მკურნალობს და არც ხედავს ამ ადამიანს მის ქვეყანაში მკურნალობის საშუალება არ აქვს და გამორბის ამ უმდიდრესი ადგილიდან და უმდიდრესი ქვეყნიდან და სამადლოდ არის ჩაბარებული სადღაც საფრანგეთში იმაში რომ თავი და ოჯახის წევრები გადაერჩინოს ეს გენოციდი არის აბა რა არის და ის რო გუშინ და გუშინ წინ რომ მოხდა ის ბავშვი რო წაიქცა და არავინ ზედ არ რეაქცია ყურადღება და იმას და აი ეს არის რიგითი ქართველის ცხოვრება პირდაპირ ეთერში არავის არ აინტერესებს მათი თანატოლის მათი გუნდელის მათი იმის მდგომარეობა და ჩაიარა წარმატებით ეთერმა მე ალბათ ვაიმე შენ მოგიკვდა ჩემი თავი ეს რა მოქსულია ეს რა დაგმართნი აი ეს ქვეყანა არის საქართველო ჩემო კარგებო და არ უნდა მას 50 წელი და 30 წელი და ჩემი არის კიდე 10-15 წელი დაახლოებით შეიძლება არც მაგდენი იმიტომ დრო ძალიან ჩქა თუ საქართველოში ძირფესვიანად არ შეიცვალა ყველაფერი ძირფესვიანად არ შეიცვალა რაღაც დიდმა უბედურებმა ეს ხლა ამათ მოიშვით რა მიმგენს რა ქვია იბერიის გაბრწყინების შესახებ ამ ტყუილებს რასაც საპატრიარქოდან გაბოლებდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე და რითაც გამოაშტერეს ეს ხალხი ბოლო ჟამის პატრიარქი გაბრწყინებული იბერია აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობებიდან ეს ჭირდებოდათ მაშინ იმ ბნელ და დაქცეულ 90-იან წლებში როგორც ჭირდებოდა სისტემას ლელაკაკულია ისე ჭირდებოდა საპატრიარქო და ხალხს ლელაკაკულიას ერჯეროდა საპატრიარქოში ჯეროდა და დაიჯერა ხალხმა ეს რომ ილია მეორის ცხოვრების პერიოდში აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა გაბრწყინდებოდა იბერია ასე იქნებოდა ისე იქნებოდა ყველაფერი არაა ცოცხალი ილია მეორე არც გაბრწყინებულა იბერია არც ტერიტორიული მთლიანობა აღმდგარა და არც მეორედ მოსვლა მომხდარა ამიტომ აი ეს კიდე ერთხელ მაჩვენებელია იმის რომ რადონის ყალბი მართლმადიდებლობით ყვებავენ ხალხს და როგორი ყალბი მართლმადიდებლობით მიდის ყველაფერი და რამეს თუ იტყოდი შენ ამას როგორ ამბობ ცოცხალი წმინდანი და ასე შემდეგ აი ცოცხალი წმინდანის დატოვებული საწყომსო რადონის სულიერი შვილები აღიზარდნენ საქართველოში როგორი სულიერი შვილები და როგორი ქრისტიანები ვარ დღეს სრულიად ერი აი კარგად ჩანს აი ვიღაცა ჟვინტიანი ლაწირაკი ნეო ვერ გაურჩევია შემოგდებული თაღლითი რომელსაც მართლმადიდებლობას არაფერი შეხება არ გააჩნია ამ დიდ მორწმუნე ხალხს რომ იმას ის საერთოდ მართლმადიდებელი არა და რამდენიმესთან კამათი მოვივიდა ბიჭო ამას როგორ უსმენთ მეთქი ამას როგორ უსმენთ მეთქი ეს რებს ბოდიალობს მეთქი საერთოდ ამას მართლმადიდებლობასთან რა სამბობო ბიჭო იგი ბრძენია დაბალმა დონემიცის ეს განათლების ნულის დონეზე ყოფნა ბრმა მორწმუნეობამ და ბრმა მადიდებლობამ ისე ყველაფერი ესია ეს არა ძაღლები არ დამავიწყდება მე ძაღლები არ დამავიწყდება აგერ ხო სადახართ მართლა სადახართ ეხალხი ბიჭო ძაღლების გულზე რო აქცევდით ქვეყანას ძაღლების გულზე რევოლუციას რო ახდენდით აგერ რა ნახე ადამიანებს თურმე რას უშვებიან გამოთ აგერ ნახე და პოლიციელები თურმე რას უშვებიან ხალხს გეკითხე რატო არ გამოდიხარ მანდ ძაღლი უნდა იყოს
ძაღლს რო ცემდეს ახლა ვინმეს თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა ამბავი იქნებოდა ატეხილი ქართულ საზოგადოებაში ისე როგორც აი ბიჭებს ცემდნენ ეს მართლა ორფეხა ძაღლები ეგ არის მოკლედ ჩემოკარგებო მე იტყვიან რომ შინგანოს ნეგატივი მოდისო და დამანახეთ პოზიტივი დამანახეთ პოზიტივი და დავინახეთ რა არის პოზიტივი ვიღაცა ყროყინა ისა რა ქვია ზანგის და ვიღაცა მისი კახპაცოლის ჩამოყვანაში სტადიონი რო გაივსო და ხალხს ფული ქონია მოგეშინიათ ქვეყანაში 1 და 2% ნებისმიერ გავადაკებულ ქვეყანაში სადაც მე თუმეტეს აპარტეიდია ყოველთვის მოინახება იმდენი რომ სტადიონი გაავსოს ყოველთვის მოინახება მაგდენი ხო ეგ არ ნიშნავს ერის ბედნიერებას და ეგ არ ნიშნავს რა ქვია ერის კეთილდღეობას სხვა რაღაცა ნიშნავს ფიქრია ჩიხრაძესაც ყარები ხო ძაღლები და ხო ახლა ფიქრია ჩიხრაძე კაცოს მე ახლა ეს დედამოტყნული ბაკურია სვანიძე სადა ერთი ამის გამზდელ დედას შევეცი მე ძაღლებზე რო იკლავდა თავს ამის გამომწველავი დედა შევეცი მე და მე რომ ლანძღავდა რა თქვია ძაღლები გამოდი ერთი ბაკურ სვანიძე შენი გამომწველავი დედას შევეცი და ამოიღე ხმა ადამიანების წემაზე გამოდი შედედარძე მოტყნულა შე და გამეიყვანე შენაირი მეძაღლეები კიდე გამოდი ძაღლმადიდებლები და იმას კენთ ახლა ადამიანი გააპროტესტეთ რატო ცემს პოლიცია ბატონ ბიძინას ღმერთმა დაგლოცოს შაბანძდა ეგ ქვეყანა ყველანაირად რა პირველ რიგში სულიერი დაცემა პირველ რიგში არის ერის სულიერი დაცემა დიახ ეს ახლა ამის ტობას ხომ წამებთ მე არავისტი არა ვარ ცხოვრებაში არ ზვიადისტი ვარ და სტალინისტი ღმერთმა დამიფაროს კი ბატონო მიმაჩნია ეს ორი დიდი ქართველი თავისი ხო მონებს კიდე ვერ გაუგიათ როგორ შეიძლება ვთქვათ ერთი ადამიანის ისტორიული ნამოღვაწარის შეაფასოთ დადებითად და მეორესიც ეს არ შეგიძლიათ მაგრამ აი ამ ბარაბას და ქრისტეს ამ გზაზე იყო საუბარი 92 წელში და 91 წელში და მაშინ არჩეული ბარაბას გზაზე დღემდე სიარულმა ეს მოიტანდა უარეს მოიტანს კიდე არ უნდა ამ ხალხს ქრისტიანული და მართლმადიდებლური შეიძლება მასას მაშინ ოღონდ ერთი რაღაცა იყო მაშინ ხალხი ბერნელი კომუნისტების დროს ზნეობით მორალით ურთიერთპატივისცემით ადადის წესით და ტრადიციით იყო გაზრდილი იყო 2-3% ეს სვეცკები და ეს ნაბოზრები და ეს ჩათლახები ეს წითელი ინტელიგენცია რომელიც დღეს ცისფერი ინტელიგენცია და აი ეს ვინც გინდათ რა ვინც ეს ბიოლოგიური ნაგავი და მაშინ ცოტა იყო ეს ხალხი აი დღეს უკვე ვიზეცაა საუბარი და ამ ცოტა მაგრამ მოღალატე ხალხი აი ამათმა იმძლავრეს მაშინ ხო და ეხლა ამ ბოზიშვილების ნაშენებს საქართველოსზე ბრჭყალებში უკეთეს ნამდვილად არ მოხდებოდა და ხო არ უნდა და ქართველებს იმგზიციარული ხო და იაროს ამ გზით და იარეთ და ბედნიერ ბატონი ბიძინას ლოცვა არ დაგავიწყდეს დილად შუადღეზე და საღამოს დღეში მინიმუმ 3-ჯერ 7 გზის ლოცვებზის მაგივრად 3-ჯერ მაინც წაიგეთ საჭმლის წინ ყველა ნაგავი ყველა მაშინდელი პროგრესისტი ყველა მაშინდელი თბილისის ინტელიგენცია საქართველოს ინტელიგენცია აბსოლუტურად 99.9% ყველა გამდგარი იყო და ყველა იმ გზაზე იყო რომელიც გზაზე დგასას მაშინაც ეხლა მე რო პატრიარქს შეურაცხყოფ მე რა შეურაცხყოფა მივაყენე პატრიარქის იმ მხარეს არისო არისო იმ მხარეს არისო შევარდნაძის მხარეს არისო მწყეული იმის მხარეს ხო იყო ას უაბრალებ რამეს იყო ძალიან დიდი ქრისტიანული გზით იარა მე საქართველოს და აქამდე მივედით. ახლა არც შევარდნაძე არაა და არც პატრიარქი არაა, მაგრამ მათი შთამომავლები ერში და ბერში წარმატებით აგრძელებენ საქართველოს სულიერ გამდიდრებას და გაჯანსაღებას და ფიზიკურ. ისინი ერში, ესენი ბერში. სიმართლის თქმა დანაშაულია უმცირესობაში ხარ საერთოდ. იგა.
შიო მესამე გააგრძელებს ახლა და ჯაღმაიძე და შიო მესამე გააგრძელებს იმ დიდ მამულიშვილურ გზას, რომელიც დიდ მამულიშვილურ გზაზეც იარა შევარდნაძის და ილია მეორის მრევლმა. მასე მით ახლა და ლანძღეთა იძახით რომ ასე ამოვიდა ისე ერიდე და ხმა არ ამოიყო და ის არ თქვა. მე რა უნდა გემართო. და ჩვენ ხალხს დააბრალეთ რომ ხალხმა არ გაიგონა თურმე და ხალხს არ ესმის არაფერი თურმე და თუ იმათ ფრანკი არაფერი არა. ერგეცანდებოდეთ.